მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ცხოვრების გზა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიმყოფებით. მე ამ გადაცემის წამყვანი კატო ღულუშაური გახლავართ. ჩემი თანაწამყვანები კი ივანე ყიფიანი, მარიამ ჩიქოვანი, თაკო მამაგეიშვილია, ჩვენი სტუმარი გახლავთ ალექსანდრე თოდაძე. ალექს, მოდით საერთოდ დავიწყოთ თავიდან. შენს ბავშვობაზე მოგვიყვები, რომ უფრო ნათელი გახდეს შემდეგ შენი გზა ბავშვებისა და მაყურებლებისთვის. აიქით, პირველ რიგში მოგესალმებით. ბავშვობაში ვიყავი ძალიან მხიარული ბავშვი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ბაღიდან დაწყებული სკოლა სანამ დავამთავრე, ვიყავი ყოველთვის მხიარული. პრობლემა არ ქონდა იმაზე, რომ რაღაცაზე ან დაგრუზულიყავი, ან რაღაცა არ ყოფილიყავი ყველასთან შევდიოდი კონტაქტში. ერთი ეგ იყო, მეორე ისაა, რომ ბავშვობაში რაღაცა ჩემი ისინიც მქონდა, მარტო ვთამაშობდი. იყო მომენტები, როცა მარტო ვთამაშობდი, იმიტომ რომ ბევრი სათამაშოები მქონდა და არ მიყვარდა, როცა მპარავდნენ ამ სათამაშოებზე. ხო, განაწილება არ მიყვარდა და მე საკუთრე ვიყავი ყოველთვის და ბავშვი როგორც თითქმის კარგი ვიყავი რა. არ ვიყავი ისეთი უხალისო ბავშვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბავშვობაში გქონდა რაიმე ცეკვისკენ მიდრეკილება? ბავშვობაში დამიჯერე მართლა არ მქონია ცეკვისკენ არაფერი მიდრეკილება. საერთოდ. არც გიფიქრი. არც მიფიქრი. აბა როდიდან შენ გაგიცნო და შენი ჯგუფი ალბათ ნიჭიერიდან და უფრო აქედან გახდი ცნობილი და მაშინ როდის დაიწყე საერთოდ ცეკვა, როდის გაგიჩნდა სურვილი რომ ცეკვა და ამით გამხდარიყავ პოპულარული? აჰა, ცეკვა დავიწყე როდის, ანუ სკოლა სტუდია ბერიკებში ვსწავლობდი და რატომღაც სანამ გამოვიდოდი ეს ნიჭიერი სანამ დაიწყებოდა ერთი 7 თვით ადრე, 8 თვით ადრე დავიწყე უკვე იქ მასწავლდნენ ცეკვას, თანამედროვე ცეკვას და რატომღაც აუღე ძალიან კარგი ალღო. და ამის შემდეგ უფრო მოუმატე დავიწყე ნუ ბერიკებიდან, რა, მოუმატე, მე რაღაცა კონცერტი იყო, საახალწლო იქ გავედი, დამიძახეს, იმიტომ რომ დაინახეს რომ მოვინდომე. ასე შემდეგ. მე მომინდა რატომღაც პანტომიმის თეატრში მისვლა. და აი ეს Dreamwalker შევეხები, ეხა ერთი ის იყო, რომ ჩემი მეგობარი ანდრო რატომღაც ვარჯიშობდა. ხო, Dreamwalker-ის წევრი. ჩემი მეგობარი არის. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მანამდე მეგობრობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. გიორგი ანდრიაძე, ანდროს ვეძახით. ნუ ანდროს უთხარი რომ მეთქი ანდრო შენზე გავიგე რაღაც დარბაზი გაქვს და რატომღაც მინდა მოსვლა მეთქი რომ ვივარჯიშო რომ ჩავაბარო აი ამ იმაში პანტომიმის თეატრში რომ მიმიღონ მეთქი. კარგიო რაზე არისო ლაპარაკიო მოდიო ვივარჯიშო. ნუ მივედი დავიწყე ვარჯიში ყველაფერი კარგად მიდის და უცებ შევიკარით 7 ადამიანი. უცებ. ნუ ბიჭები ასწავლიდნენ ცეკვას, ძალიან ცოტა ბავშვები ყავდათ თუ არ ყავდათ თავის საქმეს აკეთებდნენ და მეც ახლა მე და ანდრიაძემ გადავიღეთ ვიდეო რა. რაღაც ესეთ გოგოხია თუ გაგიგია ძალიან მაგარ ვიდეოებს იღებს, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ძალიან მიხარია, როცა ვიღაცა რაღაც საქმეში მეხმარება. ნუ მაგას შევეშვათ. ანდრიაძესთან ერთად დავიწყე ვარჯიში, მე რო დავინახე 7 ბავშვი, 7 ბიჭი რა, 6 ჩემს გარდა 6. ეს სამეგობრო წრე იყო ეს? სამეგობრო წრე დაიწყო უკვე, არ ვიცნობდი, მარტო ვიცნობდი ანდრიაძეს. გავიცანი ეს ბიჭებიც რაღაც და რატომღაც მოგვინდა რომ გამოვიდეთ ნიჭიერში, ვიღადაოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ გავერთოთ, ჩვენი გავისწოროთ, ბოლომდე დავიხარჯოთ. რატომღაც ესე მოგვინდა და გამოვიდით ნიჭიერში საკმაოდ კარგად. საერთოდ არ ეთყობოდა იმას რომ იყოს საღადო. არა, საღადო. კოსტუმიც იყო ძალიან ისეთი და ნომერიც იყო ძალიან სერიოზული, რამდენი ანუ პროფესიონალი მოცეკვავე თქვენში რამდენი იყო? არც ერთი. საერთოდ? ანუ ყველა მოყვარული. ყველა ვიყავით მოყვარულები. და ვინმე ყავდათ, ვინც გიდგამდა ცეკვას და ყველაფერი თვითონ. აი ნიჭიერის იმებში და საერთოდ სანამ ნიჭიერში გამოვიდოდით, ბავშვებთანაც თვითონ გავდნენ, მე ბავშვები მყოლია 1-3-4 თვე მეტი არა. და ამათ კიდე ყავდათ ბავშვები, რაღაც გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ამხელა სცენის და ასე შემდეგ, ნუ კლუბებში და რაღაცა დადიოდნენ, ცეკვავდნენ. მაგ დროს მე არ ვიყავი სამწუხაროდ, მაგრამ ნუ რო გადავწყვიტეთ, გამოსულიყავით ეს 7 მენი დიდი შემართებით და ასე შემდეგ. და ვინ მოიფიქრა და რასთან ასოცირდება ეს სახელი Dreamwalkers? აი Dreamwalkers თუ გაინტერესებს, რასთან ასოცირდება? არ ვიცით. მართლა არ ვიცოდი თავიდან. იმიტომ რომ გავდიოდით სცენაზე, რა დავარქვათ,
ბიჭო რა დავარქვათ. გაზმის ხო რა და მე რა დავარქვათ, ჩანჩქეროს დავარქვი მე მეთქი ეს შემ რა ჩანჩქეროს დაარქვი მოიცა. აი უცებ ვერ აზეც არ ვიყავი ჯგუფი Dream Walkers მეთქი მითხეს იქ მე რო ჩავდა Dream Walkers Dream Walkers. აი ეს დავარქვით აზეც არ ვიყავი რატო დავარქვით რისთვის დავარქვით საერთოდ რაღაცასთან ასოცირდებოდა ეს Dream Walkers. იმიტომ რომ ღამე დავდიოდი ღამე ვერთობოდი პატარაზმა. უცებ რო მოხდა ფაქტია რომ გაამართლა სახელმა და გაიძვისა ხალხმა. შენი ფთიანი გამონათქვამი და ფრაზა გლდანის აზრო. სხვათა შორის მაგას დავამატებ მინდა გითხრა ბავშვები არ მიცნობდნენ აი ნიჭიერში გამოვიდა. ნახე გლდანის აზონაცო შევხედავ ხა რომელიმე უბანს გავარ მე მეტად ხდება ისე რომ რამდენიმე ნაბიჯი მოძრაობა ჯექსონის ცნობილი მოძრაობა ქოდით და რამდენიმე წინადადება ხდეს ადამიანის ნებელს ბერიკები ახსენე და არ შემიძლია გადავუხედეთ ამ თემას იყო რამე სხვა განხრე ანუ გინდოდა წასულიყავი ამ სამსახიობო გზით თუ რაც სეკვა დაიწყე იმის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვეტილი გაყვე ამ გზას კი, ანუ გეტყვი ხა, ბერიკებში დიდი ხანია რაც დავდივარ, ძალიან დიდ მადლობას უხდი, ხა დავიწყებ ჩამოთვლას, ძალიან დიდ მადლობას უხდი იმას, ვინც ჩემზე იშრომა, ვინც დამაფასა, ვინც პატარა როლი მომცა და მითხრა რომ იმუშავე ალექს, იმიტომ რომ გააქვს რაღაც შეგიძლია, ძალიან დიდ მადლობას უხდი ამ ხალხს. ბერიკები, ანუ შემილია ის დავამატო, რომ მიყვარს, ეხაც მიყვარს და ეგ საქმე, რავი, სიამოვნებს, ყოველთვის მე სიამოვნება და რავი, მე აღარ ვარ სამწუხაროდ ხა ბერიკებში, იმიტომ რომ ვაპირებდი წასვლას ერთი პერიოდი აქედან, შევეშვი ბერიკებს, მე რატომღაც მომინდა ისე, მე ნიჭიერი გამოჩნდა და ესე ავირია რა, მომივიდა ეს ნიჭიერის ისინი რომ თანახმავთ მოდი და აი მთეაც საღარ იმასკენი გავხდა. ახლა რა ეტაპზე არის Dream Walkers-ი ან შენი კარიერა რა ხდება? Dream Walkers-ი საკმაოდ კარგ კარიერაზე არის, იმიტომ რომ თავიანთ იმებს აწყობენ, შეჯიბრებებს აწყობენ. კარგად არიან. ნუ შემიძლია თქვა, რომ უჩემოდაც აკეთებენ რა. ჯგუფიდან წამოხვედი რა იყო ამის მიზეზი? აი ჯგუფიდან წამოვედი, ნუ იყო რაღაც მინდა თქვა, რომ იყო ესეთი ჭორები, რომ აი ფულის გამო არანაირად გამოაგდეს არანაირად. იყო რაღაცა, აი როგორ გითხრა, ჩემი სხვა აი თეატრი რო თქვი, ჩემი აი თეატრისკენ მინდოდა. ჩემთვის არის ცეკვა პროფესიონალად არ თვლი თუ თავს არ არის. გატაცება ჰობი. გატაცება ჰობი, კი, გეთანხმები, გატაცება ჰობი, იმიტომ რომ მე მირჩევნია თეატრში ვიყო, ვიდრე გატაცება და ჰობით რაღაცა კარგი გავაკეთო. მირჩევნოდა რომ მე თეატრში ყოფილიყავი და არ გამოუჩენილიყავი, სხვათა შორის მინდა ვთქვა. და ნიჭიერმა შეცვალა ის გეგმები რომ მსახიობი გამოსულიყავი? მე დღემდე ვოცნებობ, მინდა გითხრა რომ რაღაცა ისეც მივაღწიო, რომ სადმე წავიდე, ჩამოვიდე და რაღაც თქვა, აი ეს ქართველია და რა საქმიანობა ამჟამად? ამჟამად ვარჯიშობ, მარტო ჩემ თავზე ვარჯიშობ. რაღაც გეგმები მაქვს სამომავლოდ. წასვლას ვაპირებ ისევ. არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი, რამოდენიმე ხო აი წასვლას ვაპირებ, ეგ ძალიან უეჭველი ვიცი, მიზანდასახული რაღაც ესეთი ის მაქვს, რომ აქედან წავიდე. რეალურად ხედავ რომ პერსპექტივა აქ არ არის. პერსპექტივა არის, მაგრამ მე რა დონეც მინდა ის აქ არ არის. ის აქ არ არის. წასვლას რა კუთხით აპირებენ, როგორც ცეკვის კუთხით, თუ როგორც გინდა რომ იყო მსახიობი? არა, მოდი იმას დავამატებ, რომ მინდა წასვლა როგორც პანტომიმის მსახიობი. იმიტომ რომ ანუ მოძრაობაცაა, მიმიკაცაა, რაღაც თემასაც აძლევ. პანტომიმა რაც ენა არ სჭირდება. ხო, ანუ არა, მე მირჩევნია რაღაც კიდე სიტყვაზე რაღაც ვილაპარაკო, არის რაღაც ისი მომენტები, რომ ხო პანტომიმაში ეგეთი ისინი, არ მინდა ეგეთი ისინი, რომ გავაკეთო, მაგრამ რატომღაც მინდა რომ თან ტანიც ვამოძრაო რა. მაინც ცეკვოს ისეთი რაღაც, ხო რა. თუნდაც ერთ პერიოდში ცეკვავდი და ეხლა ვცეკვავ, მაგრამ მაინც ისეთი რაღაცაა ცეკვა, რომ თუ ერთხელ ჩაგიტრია მე ეგ უნდა მეთქვა, კი. ანუ ერთი ელემენტარული რო გამოგივა, იმას აკეთებ, ტკეპნი, მე რაღაცას გაიგებს ახალს, კიდე თავიდან აკეთებ და ააბავ და აი ესაა რა, მე იწყებ უკვე მთლიანი ტანის მოძრაობას რა. თუ რაღაც ნიჭი გაქვს, შანსი არ გაგიჭირდება, ცეკვა არა ისეთი მიუღწეველი, რომ აი მე ნეტა ცეკვა, ვისწავლო და აი მე ნეტა ის. არა, ძალიან ადვილი. თავარია მოინდო, ყველაფერში თავარია მოინდო.
შენ ხარ თინეიჯერი, რომელმაც აი ძალიან უცებ, ძალიან ცოტა დროში მოახერხა ის, რომ გამხდარიყო საკმაოდ პოპულარული. და ნუ ეს თქმა უნდა არის ნიჭიერის დამსახურება. და ანუ რამდენად ის იყო გასაკვირი, რომ შენ უცებ ერთ დღესაც გაიღვიძე, გამოხვედი გარეთ და შეამჩნიე რომ მოძგელობის მომენტი რამაა. ის სანამ ალეკო უპასუხოს კითხოს, რომ ეს არ არის ნიჭიერის დამსახურება, ეს არის შენი დამსახურება. თვითონ ეს პროექტი ვარ ყოფილიყო შეიძლება ვერ გამხდარიყო, იმდენად პოპულარული მაგრამ ნუ ასეთი ბიჭი არ იქნებოდი დასაკავებლად. მაგრამ აი ეს გეტყვი რო გამოვედი პირველ დღეს, ბიჭო ხა დედაჩემა გაიგო ფინალში ოცეკვავდი. ნიჭიერში, რო იცი. და ჩემმა ჯგუფელის დედიკომ ასევე გიორგი აბრამიშვილის დედამ რო გავდიოდით ნიჭიერში. აუ, საერთოდ უკვე ფინალში ხო, ფინალში ვიყავით, მოვიდნენ რა, აი ჩვენ ფინალში, აი ეს ფინალში. სად ვიყავი აქამდე რასა, მეთქი ფინალში გამოვდი. და აი პირველად რო გამოვედი, მახსოვს პატარა ბავშვები. აი ესე რომ ვიყურებდი და ბიჭო ძალიან სასიამოვნო, აი ძალიან სიამოვნებს პატარა ბავშვი. რო რაღაც ხელი მომიწერე რა და იგულებს უხატავდი და აჰა შენ და რაღაც ასე შემდეგ და ერთი ის იყო რომ ერთი ესეთი შემთხვევა დამემართა რა ანუ ფინალში ვარ უკვე გასული და კამანდას ანუ ხავს გონი ვარ რომ აუ ეს არის თუ არის ძერს კი და აი თავში ავად მიდი უკვე ან ჩავდივარ მეტროში მე არ მაქვს პრობლემა ეხლა მანქანით და ხო და გითხრა და ვზივარ ესე მეტროში მივდივარ ვაჟაზე აქ ვარჯიშობდი და მივდივარ ესე წინ მიზის გოგო ესე მიყურებს აი აქ რა უნდა გავხედავ კიდე მიყურებს და გაჩერდა მაგრამ მატარებელი და მეუბნება შენ მანქანა არ ყავსო რატო უნდა მყავს მეტროთი როგორ დადიხარ რატო არ უნდა დავდიოდი გენაცვალ აუ, კაი, გადაოფო მეტროთი, როგორ დადიხარო ესეთი ბიჭო. ხო, წარმოგდგენარია. დილით კარაკიანპურს შევჭამ მეტროთი მოვდივარ მეთქი, არანაირი ის არ მაქვს. ხო, კარაკიანპურს აჭამ მეთქი, დილ ჩავჯდები, მე არ მაქვს პრობლემა მე იმაზე რაღაც მეტროთი მიმგზავნა, უკვირდა სხვათა შორის, რომ მე მას მეტროში მანქანა არ ყავს. კლუბში მინდოდი მანქანა არ იყიდე და რატო უნდა ვიყიდო მანქანა? რის საშუალებაც მაქვს დავდივარ იმ ტაქსი. ხო და აი რო რა გააჩნია ხა თუ არ მეჩქარება წავალ მეტროთი ან მარშრუტით თუ მეჩქარება წავალ ტაქსით აი უკვირდათ მეტროთი რო დავდიოდი ეს მეტროთი როგორ დადის ანუ ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ხო ალბათ სამომავლო სწავლის პერიოდი გაქვს რაღაცა მიზნები რაც წევან აღნიშნე უშუალოდ აი ამ მომენტში რა გინდა მაინც დავუშვათ უახლოეს მომავალში რომ განახორციელო უახლოეს მომავალში მაგის გეგმები რომ პირველ რიგში ისევ მეორებ წავიდე იმიტომ რომ წასვლა ხო კარგად გილახსენე ხო აუცილებლად და ანუ ერთი ხა ან სანამ გავჩერდები ისა რომ საკუთარ თავზე ვიმუშავო სამომავლოდ გეგმებს იმას ვამბობ რომ უნდა წავიდეთ სანამ აქ ვარ ხო დახვეწა ანუ მუშაობ მარტო საკუთარ თავთან არც არავის ვიხმარ არც ვინმეს ვეუბნები რა ეს მასწავლე არა პირიქით მარტო ჩემით რაღაც ფანტაზიით ასე შემდეგ რაღაცებს შო ჩემი უფრო რთულია იმიტომ რომ საკუთარ თავზე მუშაობა მეც მაქვს რთულია დამიჯერე იმიტომ რომ მე რომ მაგ მითითებებს რო გაძლევს ის უფრო უბრალოდ არქები და გააკეთებ კი მართალი ხარ იმიტომ რომ ვიყავი რო ვარჯიშობ ბიჭები ერთად რაღაცა არ იყო კარგად ვიღაცა მაინც გეუბნებოდა რომ აი ალექს ეს არაა კარგი ხო ან არ გამოგდის კარგად იმას არ გამოვიდო და აი არ გამოგდის კარგად და ეს იყო რა რომ ერთმანეთს იმას უშვებოდით რა ქვია ეხმარებოდით რა ხარს უბავდით ერთმანეთს რომ აი შენ ატო უნდა იმას განსუდა და მე რატო გააკეთე ესე როგორც ანუ ერთი ისა რომ მართლა რთული არის საკუთარ თავთან მუშაობა რა მაგრამ რაც თავარია მე რაც მაქვს მიზანი იმას გავაკეთე ნიჭიერი ახსენე და მოდი დაუბრუნდები განწყობებს იმ მომენტებში აი გასვლის დროს არ გრძნობდით რაღაცას თუ უბრალოდ რაღაცას კი არა ჟარგონს ვიხმარ აი ხადაობისთვის გახვედით თავიდან ბოლომდე ხო ხადაობისთვის კი არა აი ფინალში რო გავედი ეგ არასდროს არ დამავიწყდები არასდროს არ დამავიწყდება იმიტომ რომ აი ესე რომ გაიღო წარმოვიდგინე რომ რაღაცა ეს რაღაც ტანზე გაქვს სიმძიმე რა და გაიღო სინათლე და ჰაერი ვითხრა აი ეს ხო განათ ხალხი ხო დავინახეთ აი
მაგაზე დიდი სიამოვნება თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ ცხოვრებაში არ მიგები. ეგ იყო ჩემთვის რაღაც პიკი, რომ მაგაზე ზევით ჯერ არ ველოდები რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს სცენა რა ჩემთვის. არა მარტო ცეკვისგან, არამედ თეატრიდან რა. რამდენად რთულია დღევანდელობაში, როდესაც არსებობს ყველაფერი. იმდენი ტექნიკური საშუალება არსებობს, რომ პრაქტიკულად უკან პლანზე მიდის ის რაღაც გრძნობები და შესაბამისი რაღაც წარმოდგენები და ასე შემდეგ. რამდენად რთულია ახალგაზრდამ, რომელსაც აქვს რეალურად ნიჭი თქვენსავით, მიაღწიოს ისეთ წარმატებას, როგორცაც თქვენ. ამისთვის არსებობს ის პროექტები, რომელშიც თქვენ გახვედით. ანუ გარდა მაგისა, რა გზა მაქვს მე დავუშვათ, ცეკვა ვარ ჩვეულებრივად, რაღაც ნიჭი მაქვს, რა რის მეშვეობით შემიძლია გავხდე ცნობილი. დაიძებენ თუ რა პატარა დრიმვოკერსზე. ანუ კი, რა არის, იცი? მე ველოდები ყოველ იმაზე ნიჭიერზე, რომ ხა იწყება თუ არ ვწდები, ველოდები ხა უცხოს, ხო? ხო რაღაცა სეკვის ჯგუფს. იმიტომ რა ჩვენ გამოვიტანეთ ეს სტილი. ეს სტილი არის როგორ იცი, ყველას მოწონს კლუბში, რასაც ეკვა, ყველას მოწონს, მაგრამ ხა ჩემპიონატები რამოდენიმე 1-2 ჩემპიონატია ისე არ უდრის, როგორც ჰიპ-ჰოპის ჩემპიონატი. საერთოდ მე ელექტროს და ასე შემდეგ არ ვცეკვა ტექტონიკს და რაღაცებს არ ვცეკვა. მინდა ვთქვა, რომ ბევრმა არის ის ვცეკვა პოპინგს. ხო და არის საშუალებები კი, რა თქმა უნდა, შეგიძლია ინტერნეტით ისწავლო, შეგიძლია ისწავლო შეხვიდე მაგალითად. რამდენი ხშირია ეს მოცეკვავეები ზოგადად, ხო, საქართველოში ნიჭიერი რო ეს ყველა მითით, მაგრამ აი ეს ამ მიმდინარეობს შენ თქვი რომ ცეკვავ პოპინგს, ხო, მე მგონი. მეც არ ვიცოდი. მეც უბრალოდ მეგონა ის რა ქვია, ელექტრო და ტექტონიკი უფრო. ანუ ის რამდენმა იცის რომ ეს პოპინგია და დაუშვათ რამდენი მისდევს ამ განხრას. აი ეგ არის პრობლემა, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა სახელები ქვია ძალიან. ხო, ძალიან აი ნიჭერში რო გავედით, გავაერთიანეთ ძალიან ბევრი სტილი. ხო, ძალიან ბევრი სტილი გავაერთიანეთ. ანუ მარტო პოპინგი ყველა ცეკვავს, საერთოდ ყველა ნიჭიერია, მაგრამ უნდა იყოს ერთი ჯგუფი მართლა რომ თქვენ რომ გამოходით, ეს იყო პირველი პრეტენდენტი, რომ გამოვიდა ჯგუფი, რომელსაც მოახდინა ფურორი, გოგოები გადარია და ძალიან მაგარი იყო მართლა თავიდან რომ გამოვიდა დრიმოკერსი. პირველად რო უყურე, ისე არ გამიგოთ, მაგრამ მართლა გამიშთა თქვენ და სიმპათია. მე ბევრი ჭორიც იყო თქვენზე, ბევრი ეს და საბოლოოდ ეს მოხდა ჩემთან გადაცემაში და გაგიცანდი როგორც ესეთი ადამიანი და მე მაქვს ერთი კითხვა. გაქვს თუ არა იმის სურვილი რომ ანუ შენი ნიჭი თუ მინდა ამ ცეკვის კი იძახი რომ წასვლამდე მაგრამ პატარა ბავშვს რო ასწავლები. ანუ მქონდა ეგ მომენტი, აი 3 თვე თუ 4 თვე ვასწავლდი ბავშვებს მე. მქონდა ის მომენტი რომ შემექმნა ბავშვების ჯგუფი, ანუ ვამბობ 14-15 წლის ბავშვები, 13-დან 15 წლამდე რომ ჯუნიორებად გასულიყვნენ რა. ანუ მე ხო რა, ანუ ანუ წამოსული რო ვიყავი მაგას გეუბნები, რომ წამოვიდე. ხო რაღაც ვაპირებდი, ანუ ვავარჯიშებდი და რატომღაც მოხდა ისეთი მომენტი, რომ ბაი ეს ერთი ბავშვი რატომღაც ძალიან სუდად გახდა, ვისაც ვასწავლდი, 8 ბავშვს ვასწავლდი მარტო. ნუ ის ვისაც დაუნახე, რომ ნიჭი აქვს. და ერთი გახდა სუდად, დაჭირდა ოპერაცია, ეგ და მაგის 2 ძმა იყვნენ იქ, 3 ძმანი იყვნენ ერთ ჯგუფში. და რატომღაც ესენი წავიდნენ, ხო, ამით სრუდა გული, ანუ რა იყო ისი? რომ მოდიოდნენ, ხო, მეც იმაზე ვფიქრობდი, რომ აი რატო არ არის და აკლია და ეხა როგორ არის ეს ბავშვი და ასე შემდეგ. აი ეს ხდებოდა გულზე და ანუ ჟარგონს ვიხმარ და მუღამი აღარ მქონდა რა. ვფიქრობდი უკვე იმ ბავშვებზე და ის ბავშვებიც აი ესე იჯნენ ხოლმე და ხო, რეალურად ხალისი დაიკარგა და ხო რა და აი მინდოდა მე ისევ გამეკეთებინა, მაგრამ ეს ძალიან სამწუხაროდ ძალიან ჩამჭა გულში, იმოქმედა ჩემზე რა. და აი ერთი ბავშვი შეპირდა, ერთი ბავშვი ამას ძმა რომ ალეკო მასწავლებელო, ალექსა მასწავლებელო, რომ გავიზდებიო, 3 წლის იყო რომ გავიზდებიო, ნიჭიერში გამოვალო და მეცოდა გივიკო ერქვა. მეცოდა გივიკოს ორნი გავკაჩავთ უფრო მაგრამ ორნი კი არაო და შემპირდა ერთი ნეტა ვაკაჩოს. არ მეტებებს უსურვებ. თქვენ სახელსაც ვახსენეთ და ინტერესებს საერთოდ ანუ თუ გითამაშია სცენაზე როგორც იცახი გინდა რომ გახდე თეატრის მსახიობი და თუ გითამაშია შენი როლიდან რომელს გამომარჩევდია? ჩემი როლი კი მითამაშია, ბევრჯერ მითამაშია.
სპექტაკლების სცენაზე თავისუფალ თეატრში ნათამაშები და ნუ სკოლა სტუდია ამერიკებში ქონდა ესეთი ადგილი, რომ შეგვეძლო რაღაც პიესას დავდგავდით, გვეთამაშა უპრობლემოდ. და ერთი ის იყო, რომ ამ ნიჭიერი რაღა იყო და ამ თეატრში უკვე ისე ვიყავი რა, ნიჭიერის ბულს. როლს გამოვარჩევდი იმას, რომ პროკოპიო ბერტოლინი ვიყავი ესეც სპექტაკლში ფორტუნატა კი ფორტუნატა ეგ იყო ჩემთვის ძალიან მაგარი როლი და მაგ როლზე ვოცნებობ. მოდი აი ერთ კითხვას უსვარ დაგისვა რა შეიძლება ჩვენ საერთოდ დროწურება და მინდა კითხო წინაზე ყავდა ჩვენ ქალბატონი თამარი და მე მინდა კითხო საერთოდ წინაზე ქალბატონმა თამარმა თქვა რომ მე ვერ ვიტყვი ვინ არის საუკეთესო ქართველი მსახიობი ვერც ვიტყვით მაგრამ ამ ეტაპზე ვისწვლი რომ რომელ თეატრს და რომელი საუკეთესო იმიტომ გვეტყვი ზაზა პაპუაშვილს და ნანუკა ხუსკივაძეს ასევე ნიკა კაცაძეს აი ამ სამს გამოვარჩა ნუ დიდი იმიდან ეხა გერიკაშვილი უკვე всё აღარ გინდა всё მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ალექს მოსვლისთვის მართლა ძალიან საინტერესო იყო შენ და საუბარი და თუ რომ მაგალითი იქნება ბავშვებისთვის რომლებიც ახლა იდგამენ თუნდაც ამ სფეროში ფეხს გახდნენ წარმატებულები და უბრალოდ მიიყვნენ შენს მაგალითს სხვა თუ არაფერი დიდი მადლობა ჩემს თანაწამყვანებს ეს იყო გადაცემის ცხოვრების გზა დღეს ჩვენ ამით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ